ეცნება ახალ კონტროლის ბერკეტს ამოქმედებს. ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც გამონაკლისების გარდა საჯარო მოხელებისთვის ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება თითქოს ეფექტიანობის და გამჭვირვალობის სახელით, მაგრამ ესრულება რეალურად საჯარო აპარატზე პოლიტიკური ზეწოლის კიდევ ერთი არაღად იქცევა. კანონი ითვალისწინებს სანქციებს და ზემდგომისთვის კონტროლის საშუალების მიცემას, ბუნებრივია ეცრულება არა ამოვარდნილი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკისგან და იმორჩილოს ყველა და ყველაფერი, ხოლო დასაჯოს ის, ვინც მას არ ემსახურება. ყოფილი საჯარო მოხელეები უწყვეტი პროტესტის შედარებით მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ერთ-ერთ მათგანს 20 წლის სტაჟის მქონე, აც უკვე ყოფილ საჯარო მოხელესა და დიპლომატს გიორგი წიქარიშვილს გუშინ 10 დღიანი პატიმრობაც მიუსაჯეს გზის გადაკეტვისთვის. მან გზა რუსთაველზე სიმბოლურად რუსულ ნომრიან მანქანას გადაუკეტა და შემდეგ ეს ყველაფერი კარგად ახსნა სიტყვაში, რომლითაც სასამართლოს მიმართა. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს ყოფილ საჯარო მოხელეებს, ორივე ყოფილი თანამშრომელია მერიის თაია მახარაშვილი, ანა კომლაძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში გიორგისთან დაკავშირებით მინდა გთხოვოთ კომენტარი და თავის სიტყვაში თქვა შორის მან თქვა რომ დიდად აზრსაც ვერ ხედავდა და ფიქრობდა ეთქვა თუ არა სიტყვა მოსამართლისთვის, მაგრამ ისაუბრა მათ შორის ყოფილი საჯარო მოხელის განმოსახედიდან თითქმის 20 წლიანი სტაჟის მქონესი და ამ რაღაც როგორც აღწერა მან სასამართლო, რაღაც სევდაც ახლდა მის ამ აღწერას, იმიტომ რომ ისინი რასაც აკეთებენ, ეს არ არის სახელმწიფოს და საკუთარი როლის მსახურება. თაია, როგორ ხედავთ თქვენ მის გადაწყვეტილებას და მთლიანად მის პატიმრობის აქტს? მოგესალმებით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს ამ სტუდიაში მოწვევისთვის, რაც შეეხება გიორგი წიქარიშვილს. გიორგი შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, სანამდე დაეცა ეს ერთი ძალაუფლებრივი ჯგუფი საჯარო მოსამსახურეების მიმართ და სანამდე მივიდა ეს პროცესი. გიორგი, როგორც თავის დროზე თვითონ ამბობდა, რომელსაც გატარებული აქვს მთელი მისი ცხოვრების ნახევარი საჯარო სამსახურში, შეიძლება ითქვას, რომ არის კლასიკური საჯარო მოსამსახურე. ესენი არიან, გამოვყოფ ხოლმე ამ ჯგუფს, არიან ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს სწავლა, პირველივე დღიდან დაიწყეს მუშაობა საჯარო სამსახურში და მთელი მისი საქმიანობა, მთელი მისი კარიერა უკავშირდება საჯარო სამსახურს. საკუთარ თავზე ამას ვერ ვიტყვი, ჩემი მუშაობის საქმიანობის ნახევარი მედიას უკავშირდება და ნახევარი საჯარო სექტორს, მაგრამ გიორგი არის ჩემთვის კლასიკური საჯარო მოსამსახურე, რომელსაც ბევრ სხვა საჯარო მოსამსახურეზე მეტი აქვს გაკეთებული ევროინტეგრაციისთვის და საქართველოს ევროპისკენ წინსვლისთვის. ასეთი ადამიანის დაკავება არის არა უბრალოდ სამწუხარო, გროტესკული რაღაცნაირად გროტესკული აქტი და გიორგის რეაქციაც იყო აი ამ გროტესკულ და ძალიან სასაცილო საკანონმდებლო ცვლილებებზე რეაქცია, რომ შეუძლებელია ასეთი საკანონმდებლო ცვლილებებით და ნიღბის გამო და ქუჩის გადაკეტვის გამო ადამიანებისთვის ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების გამო გეშინოდეს და ვერ ბედავდეს საკუთარი პროტესტის დაფიქსირებას. გიორგისნაირი ადამიანები არასოდეს არ არიან კანონდამხმევები და ზოგადად საჯარო მოსამსახურეები ზუსტად ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად ერიდება კანონის დარღვევას. ისინი არიან საკმაოდ მკაცრად ფორმალიზებული ჯგუფი, რომელსაც უყვართ ძალიან კანონის და წესების დაცვა. გიორგიმ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ბოლო მომენტში გიორგიმაც კი რომ გზა გადაკეტა, ეს მიანიშნებს რამდენად აბსურდულ მდგომარეობაში ეს რუსულ ნომრიანი მანქანა რომ მიადგათ და მithumetes რუსულ ნომრიანი რომ იყო კი გამოიწვია მათ შორის მისი ეს პროტესტის კიდევ უფრო გაძლიერება და გამძაფრება და აი ზუსტად ეს არის რა რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს უყურებდე და ამან უფრო დაგაშინოს ეს უფრო მეტად ვერაფრით ვერ დააშინებს ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც აქვს სამართლიანი პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ამ ქვეყანაში უკვე წლებია ხდება. გიორგის ეს აქტიც იყო სიმბოლურიც და ძალიან თვალსაჩინოც იმ ყველაფრის აღსაწერად, რა დამოკიდებულებაც ჩვენ საჯარო მოსამსახურეების გარკვეულ ნაწილს გაგვიჩნდა ამ წლების განმავლობაში ცუდად გაკეთებული საქმეების მიმართ.
თაია საჯარო სექტორში ახლაც ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეეხება ეს ცვლილებები და ბევრი მათგანისგან მოვისმენთ კიდეც რომ საკმაოდ დაბნეულები არიან. ესენი არ არიან შეიძლება აქტიურად ჩართული პროტესტში, მაგრამ რეჟიმის და რეპრესიების ბუნებაც ეგ არის, რომ რაღაც დროს ყველა სხვადასხვა ფორმით შეეხება. ამიტომ ალბათ უნდა განმარტოთ ვისაუბროთ იმაზე, რა რეალური მიზანი დგას თუნდაც ასეთ ცვლილებების უკან, როგორც ცდილობენ საბოლოოდ დაიმორჩილონ ეს სექტორი. კი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არის დამორჩილების და კონტროლის გაძლიერების ცდელობა. და ლოიალობის გაზრდის კიდევ ერთი ბერკეტი, თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ ჭირდებოდა არავისთან არაფრის შეთანხმება იმისთვის, რომ მათ ქონოდათ, თქვათ, პედაგოგიური პრაქტიკა, ან უნივერსიტეტში ლექციები ეკითხათ, დღეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლის ვადით შეუძლიათ, რომ მოიპოვონ ეს თანხმობა. ეს რას ნიშნავს, რომ თუ მომდევნო წელსაც მოუნდება ეს თანხმობა, ის უნდა იყოს ლოიალური მისი ხელმძღვანელობის მიმართ იმისთვის, რომ მან ეს თანხმობა მოიპოვოს, ხო? აი ეს მათი ჩანაფიქრი ყოველ შემთხვევაში და მათი ლოგიკა, ამ ცვლილებების ლოგიკა არის ასეთი, რომ ეს ლოიალობა მათთვის იყოს უფრო ხანგრძლივი და გარდა ამისა, როცა ვეხებით, თქვათ, იგივე პედაგოგიურ და უნივერსიტეტებში საქმიანობას, აქ მნიშვნელოვანია თუნდაც მიმაჩნია, რომ ერთგვარად არის იმ ჭყალებში განათლების რეფორმის გაგრძელება ერთგვარი ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უნივერსიტეტებში შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ იმ თავისუფლად მოაზროვნე საჯარო მოსამსახურეებს, იმ საჯარო სამსახურში დარჩენილ გონიერ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რომ უნივერსიტეტის კედლებში მაინც, სკოლის კედლებში მაინც, აკადემიური თავისუფლების ფარგლებში თავისი სათქმელი მიიტანონ, თქვათ, სტუდენტებამდე, მოსწავლეებამდე, ხა აქ არ არის ლაპარაკი რაღაცების სასახად პოლიტიკაზე არ არის, რა თქმა უნდა, ლაპარაკი, ხო? ისინი თემატურად თავის საქმიანობიდან გამომდინარე ატარებენ, ხო, იქ ლექციებს და ასე შემდეგ, ხო? თუნდაც რომელიმე პოლიტიკური კურსი კრიტიკულად შეაფასონ, ანალიზი გააკეთონ ამის და ეს მიიტანონ სტუდენტებამდე. ეს უკვე ამ ძალაუფლებრივი ჯგუფისთვის ხდება უკვე ზედმეტი თავისუფლება და ცდილობენ, რომ ეს თავისუფლება უკვე ძირშივე, აი ასეთი აბსურდული სამარცხვინო ცვლილებით ჩაკლან და რაღაცნაირად შეძლონ, რომ ეს ადამიანები ყავდეთ როგორღაც კონტროლ ქვეშ, მაგრამ ეს მაინც დროებითია, ჩემი აზრით და იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ყველას, რომ ეს დროებითია. ამავე დროს ეს კიდევ ერთ ფაქტზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრიდან მოყოლებული რეპრესიებია და ეს რეპრესიები გრძელდება უბრალოდ თუ თავიდან იყო გათავისუფლება სამსახურიდან ახლა ამას სხვადასხვა ფორმას აძლევენ გზა და გზა ამის მიუხედავად ჩვენ ხვდებით რომ იქ რჩებიან ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი რომელთა მოთოკვას ისინი ჯერ კიდევ როგორც ჩანს ვერ ახერხებენ და მათ ამის ეშინიათ მათ ჩემი აზრით დღემდე ეშინიათ საჯარო სამსახურის აფეთქების იმიტომ რომ დეკემბრის მოვლენები მათთვის იყო ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის მოვლენები მათთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო მაინც არ ელოდნენ ამას და ამის შემდეგ გადაწყვიტეს რომ როგორღაც ეს კონტროლი გააძლიერონ ეს მე ახლა თუ კიდევ არის საფრთხე საინტერესოა თქვენი განსახედიდანაც ესე იგი ჯერ კიდევ დუღილი მიმდინარეობს კი არის ეს საფრთხე სკოც არ დადგა უფრო და უფრო უარესდება ვითარება და ბუნებრივიც იქნებოდა რო რეაქცია ცით რა არის მინდა რომ აი რაღაც ახსნა რამდენიმე სიტყვით ეს ამ რეპრესიების ლოგიკა როგორ წავიდნენ და სად შეიძლება ხედავდნენ საფრთხეებს პირველად ამ ხელმომწერების ნაწილი რომ გაათავისუფლეს და ყველა ხელმომწერი უწყებებიდან არ გაუთავისუფლებიათ ეს ნამდვილად ასეა და ამას ჰქონდა ის ლოგიკა რომ უბრალოდ სამართლებრივად ეს უფრო რთულად დასაბუთებადი იქნებოდა სასამართლოში ვიდრე თქვათ ყველა ერთიანად რომ გაეშვათ ხო დისკრიმინაციის ფაქტი გაცილებით იული დასადგენი იქნებოდა და ამის გამო ეს გააკეთეს მაგრამ ეს ხალხი ხო იქ რჩება ეს ხალხი მათთვის არაკეთილ საიმედო ადამიანები არიან. ამას აი ამ ხელმოწერების შემდეგ პირველი ეტაპი იყო დაშინების მცდელობა, რომ გამოიტანეთ ხელმოწერა, თორემ უსამსახუროდ დარჩებით.
ამას ბევრი არ შეეპუა. ამის შემდეგ გაწმინდეს ნაწილობრივ საჯარო სამსახურები, საჯარო უწყებები და გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რომ ვინც დარჩა, მათთვის რაღაცნაირი არასასიამოვნო მტრული გარემო შეექმნათ სამსახურში. ამ შესახებ თვითონ საჯარო მოსამსახურეები გვიყვებიან და ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე ამ ყველაფერს, რომ აი განსაკუთრებით პირველ დღეებში და აი დეკემბრის და იანვრის თვეში, მაგალითად განყოფილების თანამშრომელი, იგივე განყოფილის თანამშრომელს არ ესალმებოდა, ან ღიად მათთვის გასაგონად აკრიტიკებდნენ ამ გადაწყვეტილებას ძალიან უხეში ფორმით. ავიწროვებდნენ რაღაცნაირად და ამ მტრულ გარემოს უქმნიდნენ. შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი, რომ აი თქვათ თუ მანამდე თქვათ რეორგანიზაციები და ასე შემდეგ გაათავისუფლეს ხალხი, შემდეგ დაიწყეს ახალი ეტაპი, რომ ყველას ხომ ვერ გაათავისუფლებთ თქვათ რეორგანიზაციით. ახლა ზოგიერთ უწყებაში ცდილობენ, რომ დისციპლინური წარმოება დაიწყონ, მათთვის არაკეთილსაიმედო ადამიანების მიმართ, მოუგონონ რაღაც საბაბი, გამოუცხადონ თქვათ ჯერ საყვედური, მერე სამსახურიდან გაუშვან. უკვე ასე აკეთებენ, რომ მას ნაკლებად ქონდეს შესაძლებლობა შემდეგ ეს სასამართლოში დაასაბუთონ რეალურად რის გამო მოხდა მისი გათავისუფლება და უკვე ამის ფაქტებიც დაგვიგროვდა და ამაზე ინფორმაცია გვაქვს. ეს უკვე კიდევ ერთი ეტაპია, რომ ვინც დარჩა, ახლა ასეთი ფორმით შეავიწროონ და არ მისცენ მეტი გასახადი. ჩემზე დამოკიდებული